რანინგჯი მოგესალმებით ყველას. დღეს მაქვს ფეხმავლობა და გამოვიარე 12 კილომეტრი სოფელ მანავიდან და მოვედი თარაქის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ეს არის მე-16 საუკუნის ტაძარი. ფშავები მას ვედრებელას ეკლესიას ეძახიან. აქ შესაწირი ამოქონდათ მე-16 საუკუნის გუმბათოვანი ტაძარი. შეხედეთ რა საოცარია. ახლა შევიდეთ და ერთად დავათვალიეროთ. მე-16 საუკუნიდან დღემდე აი ასეთი ამაღად დგარი ქართული ტაძარი. აი ეს არის ქართული მართკუთხა ფორმის აგური, აი კირიც. აი ეს არის საფუძველი არის ჯვრის ფორმის. ულამაზესია ერთმანეთ. აი ეს გუმბათი შიგნიდან აი ცოტა გაბზარულია, მაგრამ მაინც დგას ამაღად. ეს აღმოსავლეთის სალოცავი ადგილი. ახლა ჩრდილოეთიდანაც გავიდეთ. ახლა შევხედოთ ჩრდილოეთიდან. აი ნახეთ. ხო მაგარია. ძალიან მაგარია. საოცარია. აი აქ როგორ უნდა ააშენო ესეთი ბრწყინვალება. რა ჯაფა და ჯანი უნდა გქონდეს ერთს. ავიცი. ასეთ რამეს რო უყურებ, მგონია რომ არ უნდა გადავშენდეთ. რაღაცნაირად საოცრება. იმედია თქვენ თვითონაც განიცადეთ ის სიამოვნება და ის ემოციები, რაც ახლა მე განვიცდი აი აქ ყოფნით. რანინგჯი იფეხმავლეთ, შემოიარეთ საქართველო და იგრძენით ერთად ვიგრძნოთ ჩვენი ქვეყანა. საოცარია. ერთი დეტალი, მე როგორც გავიაზრე, მე მგონი ერთადერთი ქვეყანა ვარ, სადაც აი ასე შუა ტყეში კლდის პირას ვაშენებთ ტაძარს, მონასტრებს. ეს ალბათ მარტო ჩვენი ერისთვის დამახასიათებელია, არ ვიცი ახლა. ყოველ შემთხვევაში არც ინტერნეტით, არც სხვა წყაროებით აი ესე ტყეში ამოდიოდე და ესეთ საოცრებებს ხედავდე. მე მგონი აი კიდევ ერთხელ რანინგჯი